საქართველოს ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ დააჩქაროს ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმები. ამ სიტყვებით გახსნა საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ევროპული გზა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. კონფერენციის ფარგლებში 4 თემატური სესია მუშაობს, რომლის მონაწილეები თავისუფალი ვაჭრობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, აღმოსავლეთ პარტნიორობის და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მსჯელობენ. კონფერენციის მონაწილეებს საკმაოდ ორიგინალური სიტყვებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ. პარლამენტი მზად არის ითამაშოს თავისი თამაში, მაგრამ ეს არ იქნება 7-1. პარლამენტი არ მოუგებს მთავრობას. თუმცა ამ განცხადების შინაარსის განმარტება დავით უსუფაშვილმა მოგვიანებით ჟურნალისტებთან საუბრისას აღარ ისურვა. ევროპული გზა ეს არის ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანი. საქართველოს მთავრობა რა თქმა უნდა ჩაატარებს რეფორმებს და დააჩქარებულად ჩაატარებს ამ რეფორმებს იმისათვის, რომ უფრო სწრაფად მოხდეს სახელმწიფოს ევროპაში ინტეგრირება და ეს დაიწყება ეკონომიკური ინტეგრირების პროცესები. და ევროპეიზაციის პროცესი ჩვენი ქვეყნისათვის შეუქცევადი გახდება. ევროპას არ ჭირდება დამატებითი 70,000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია, ან დამატებით 5 მილიონი მოქალაქე. ევროპა დაინტერესებულია საქართველოთი, მისი კულტურით, მისი ტრადიციებით, მისი თვითმყოფადობით და ჩვენ უნდა მოვახერხოთ ახლა ძალიან სერიოზული ამოცანის შესრულება. დავნერგოთ ევროპული სტანდარტები იქ, სადაც დასანერგია და შევინარჩუნოთ ქართული კულტურა, ჩვენი იდენტობა, სადაც ეს შესანარჩუნებელია. ორივე მხარე, ევროპაც და საქართველოც ამ სრულ იმპლემენტაციაზე, ამ შეთანხმების ფიქრობ და გადასული ვართ უკვე დაგეგმარებაზე. საქართველოს არჩევანი და გზა ევროპისკენ არის, რა თქმა უნდა, ის არჩევანი, რომელიც ქართულ საზოგადოებამ გააკეთა და ამ არჩევანს ვერავინ ვერ გადაგვახვევინებს. ეხლა მთავარია ყველამ ერთად თელმა საზოგადოებამ ჩავდო დიდი შრომა იმაში, რომ განხორციელდეს ყველა პუნქტი ამ შეთანხმების.